რა არის ეს? ეს არის ომის წარმოების დროს, აწარმოებ ომს ფეხებში მოხვედრილი მტრის ან თუნდაც ჩვეულებრივი მოქალაქის სინანული. ეს არის, როდესაც შენი განვითარების და ჩამოყალიბების გზაზე დაშავებულ ადამიანებზე გწყდება გული და გრძნობ რაღაცა დანაშაულს, რაღაცა ისეც. სინანულს. აი ვეცდები მაგალითი მოვიყვანო. ბევრი ადამიანი არის, ვინც არ ვიცი, ჩემი 5-10 წლის წინანდელი ვიდეოების გამო და ვიდეოები იმიტომ მომყავს, რომ და არა ცალკე რეალური ცხოვრება, რომ ყველა ჩემმა მაყურებელმა უკეთ გაიაზროს მაგალითი. ამიტომაც გამოვიყენებ ისეთ ჩემს შედარებით ღია არ ვიცი, თავის წარმოჩენას, რაც არ უნდა იყოს მოკლედ. მოკლედ, ბევრი მიყენებს პრეტენზიებს იმაზე, რომ კი, მაგრამ ვიღაცას აწყენინე, იქ რაღაც ზედმეტი მოგივიდა, იქ რაღაც ცხადად ცრუ და დეგენერატული თქვი, იქ ძალიან კრინჯი იყავი, იქ ტყუილად შენს გამო არ ვიცი, ადამიანებმა თავი ცუდად იგრძნეს და ასე შემდეგ. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემს ადგილას ძალიან ბევრი ადამიანი გატყდებოდა. მაგრამ არა, თუ ეგ ყველაფერი იყო საჭირო, რომ აი აქამდე მოსულიყავი, რომ ეს ინტელექტუალური და სულიერი ზრდა მქონოდა, ის სიმშვიდე, არ ვიცი, სიბრძნე, კონტროლი რაც მაქვს, რომ მეპოვა ის ხალხი, რომელიც ვიპოვე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ ამისთვის საჭირო იყო ვიღაცის წყენინება, ან 1000 ბოდიში და ყლეობის კეთება და თქმა და ამ ყველაფერში ვინმე არ ვიცი, პატიოსანი მოქალაქე მოხვა, ამაზე გრამით არ უგრძნობ რამე წუხილს. ანუ თუ ის ყველაფერი რაც ახლა მაქვს და მოვიპოვე versus რამე არ ვიცი ნაწყენი და დაზარალებული ტიპები და 1000 კრინჯი რაც მიკეთებია, მეგობა რომ მადლიერი იყავი რომ მხოლოდ წყენით შემოვიფარგლე ან რამე უხერხულობით, ანუ ღმერთს უთხარი წადი დაკალი რამე ცხარი. ან ქათამი, ან არ ვიცი რამ, ძროხა საერთოდ. ყველა ადამიანის შემთხვევაში სხვადასხვა გზა არის, რა თქმა უნდა, ესთეტიკური, არაესთეტიკური, მოსაწონი, არამოსაწონი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ თუ ეგ იყო საჭირო, რომ ეს მქონოდა, ან ეს მქონოდა, მზად ვარ იგივე გავიარო უსასრულოდ და აი ვერც ერთი გამოყლევებული. ვერც ერთი უბრალოდ წამის მეას ნანო წამით ვერ მაგრძნობინებს თავს დამნაშავედ. ეს არის ამორ ფატი. ელიტარულო მაყურებელო, ეს იყო პატარა ამონარიდი მასტერკლასიდან სრული დაულევი მასალა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება არაერთ ასპექტში შეცვალა უკეთესობისკენ, გელოდება დახურულ არხზე nikosvanidze.com, დროა რომ დადგე ბრბოზე მაღლა და ამისთვის ეს არხი არის იდეალური. გელოდებით ელიტარულ სივრცეში.